გადავიდეთ, თქვენ რაც უნდა გააკეთოთ, ხო? გადავიდეთ მაშინ თვითონ ცხრილს დავაწვეთ, მივცეთ save-იო, შემდეგ ეს ჩავხუროთო და მერე მივცეთ ალამი. ეს არის განსხვავება ახალსა და ძველში, აქ შეიძლება მეტი ისეთი არაფერი არ არის. ჩავხურეთ ესა. ეხლა დატვირთვებისთვის შევქნათ ცხრილი, ანუ პირველი დატვირთვა რა ტიპის არის ეს დატვირთვა? მოდულივი. შევქნათ. დავამატოთ ერთი დატვირთვა, რომელიც იყოს ხანგრძლივ დროებითი. დავამატოთ მესამე დატვირთვა, რომელიც იყოს ქარის დატვირთვა. და დავამატოთ კიდევ ერთი დატვირთვა, რომელიც იყოს სეისმური შესაძლებელი. ხო? და გადავიდეთ პირველ დატვირთვას. ჩავხუროთ ეს ცხრილი, ანუ პირველზე დავაყენოთ და მივცეთ ახლა ეს დატვირთვის მნიშვნელობები. თავის საკუთარი ზონა. დავავით სოუსტენივეს. აქ 1.05 არის საიმედოობის კოეფიციენტი დატვირთვების მიხედვით ლითონისათვის. გახსოვთ რკინაბეტონისთვის 1.1 იყო ეს კოეფიციენტი, ხო? ლითონში არის 1.05. მივცეთ ალამი და ეს პირველი ანუ საკუთარი ზონა მიცა, მაგრამ პირველ დატვირთვაში ასევე ჩვენ გვაქვს ამ კოდზე მოდებული თანაბრად განაწილებული დატვირთვა. თანაბრად განაწილებული 2 ტონა გრძივ მეტრზე დატვირთვა. ხო? შემდეგ და კვანძებში მოსული დატვირთვა. ანუ აღნიშნოთ ეს კვანძი და ეს კვანძი გლობალური ზეთის მიმართ მივცეთ დატვირთვა, რომელიც იქნება 12 ტონაო, ესე გვიწერენ იქ და მივცეთ ალამი, ხოლო შიდა კვანძებისთვის იქნება შესაბამისად 24 ტონა. 24 ტონა. გადავიდეთ აქ მეორე დატვირთვაზე. ჩვენთან არის ვინმე? ურბანის ხوار. შემდეგ ნახეთ, მოვნიშნოთ ეს მეორე დატვირთვაში აქ იგივე თანაბრად განაწილებული 2 ტონა მეტრზე არის მეორე დატვირთვაში ესა ცემოლე და შემდეგ მოვნიშნოთ ეს და ეს კვანძი. აქ აქვს შეყურსული ძალა 2 ტონა და აქ აქვს შეყურსული ძალა 4 ტონა. ხო? ამით მეორე დატვირთვაც მივეცეთ. გადავედით მესამე დატვირთვაზე. მესამე დატვირთვა გვაქვს ქარის დატვირთვა. აი აქ არის მოდებული შეყურსული ძალა გლობალური X-ის მიმართულებით -2 ტონა, -1.5 ტონა. შემდეგ აქ არის -2 ტონა. შემდეგ აქ არის -1.125 ტონა, ანუ ინის 75% და აქ არის 1.5 ტონა, -1.5 ტონა. ხო? ესეც ჩვენი მესამე დატვირთვა. მეოთხე დატვირთვა არის სეისმური დატვირთვა. მეოთხე დატვირთვა რომ მივცეთ ამისთვის, შევიდეთ დატვირთვებში, შევიდეთ დინამიკაში, შევიდეთ აბლიცად დინამიჩესკის აგურჟენიებში, ავირჩიოთ რომ ეს არის მეოთხე დატვირთვა, ჩამოვშალოთ აქ და მივუთითოთ რომ ქართული ნორმით ვაძლევთ, რომელიც არის P01010953. შემდეგ იყოს ხევის ფორმათა რიცხვი 10, შევდივართ პარამეტრებში, გრუნტი, ეს უკვე გეოლოგიაზეა და რაღაცებზე აქ დამოკიდებული, ტერიტორია ვთქვათ თბილისია და 0.17 იყოს. შემდეგ ეს 0.35 იყოს და დანარჩენი კოეფიციენტები კონსტრუქციიდან გამომდინარე ვაძლევთ და ეს ცხრილებშია მოცემული ქართულია, ესა ქართულად იკითხება ეს ნორმა, მიჩვენებია კიდევაც თქვენთვის მე მგონი. აქ ჩავუწეროთ რომ X-ის მიმართულებით ვაძლევთ, ჩვენ ვიხილავთ
მას კონსტრუქციასთან. ამიტომ Y მიმართულებით ამას სეისმიკა ვერ იმოქმედებს, ხო, მარტო X-ი უნდა დავიხელოთ. და მივცეთ ალამი, ხო? ეს ჩაიწერა სეისმური რვა, აქაც ამ ალმით დავაფიქსიროთ. შევიდეთ ისევ დატვირთვებში, ისევ დინამიკაში, გაცრავად. არ აქვს მიცემული იქ და ნუ ამიტომ ჩვენც არ ვაძლევთ რა. ნახოთ რომ ეს ჩაიწერა, ეს სეისმური დატვირთვა გადავამოწმოთ მაინც და უნდა გავაკეთოთ ახლა შეხამება, ანუ სეისმიკისა და სტატიკური დატვირთვების ცხრილი უნდა შევახამოთ. ისევ დინამიკაში აქ არის უჩეთ სტატიჩესტი გზაგვიანია, სადაც ვეუბნებით რომ მეოთხე დატვირთვა პირველ დატვირთვასთან შევიდეს 0.9 კოეფიციენტით, ხოლო მეოთხე დატვირთვა მეორე დატვირთვასთან შევიდეს 0.8 კოეფიციენტით. So, მესამესთან არ არის, ანუ ქართან არ განიხილება სეისმური დატვირთვა, მივცევთ ალამს და ნუ ამით ჩვენ დატვირთვებიც მოვრჩით. შემდეგი ეტაპი რა გვაქვს ახლა? მოდი დავიმახსოვროთ რამე რო არ დაგვემართოს მაინც, ხო? დესკტოპზე რა დავარქვათ ამას? CRO ფერმა. დავარქვით? ხო, მოკლედ, ნახეთ, შემდეგი ეტაპი ჩვენი რა არის? რომ, ესე იგი, მოვნიშნოთ ჩვენ ეს ფერმის ელემენტები და შევუცვალოთ ტიპი. ანუ რომ ეს არის ბრტყელი ფერმის ელემენტები, ის უნდა დავუფიქსიროთ, გამიგე? რეალურად ახლა დავუკვირდით ჩვენ სანამ ამას მივცემდეთ, რომ მოვნიშნოთ და ტიპ ელემენტის ტიპი მივუთითოთ, ყველა არის მეათე ტიპის, ანუ ღეროვანი ელემენტი არის მეათე ტიპის, ხვდებით? ამას თვითონ დამოდელირებულია და დარქმეული აქვს, რომ ეს არის მეათე ტიპის, მაგრამ ჩვენ უნდა შევცვალოთ ახლა ეს ბრტყელი ელემენტი, ესა ბრტყელი ფერმის ელემენტები როა, იმიტომ რომ ბრტყელი ფერმის ეს რო არ გავაკეთოთ ჩვენ, მაშინ აქ კვანძებში დამატებით მომენტები ხო არ უნდა აიღოს კვანძებმა რეალურად, ეგ არ არის ფერმის იდეა, რომ აი აქიდან აქამდე მომენტები აღარ უნდა აიღოს ღეროებმა და ეს განიხილოს როგორც იდეალური კვანძები, ხო? ამიტომ მოვნიშნოთ ესა, შევიდეთ აი აქ და შევცვალოთ ელემენტის ტიპი, ავიღოთ ბრტყელი ფერმის ელემენტი. მოვნიშნოთ და მივცეთ ალამი და ეს ავტომატურად შეიცვალა, ხო? გარდა ამისა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგი? უნდა აღვწეროთ, რომ ეს არის უჭრი კოჭი თავიდან ბოლომდე, ეს არის უჭრი ელემენტი თავიდან ბოლომდე. ამისათვის რას ვაკეთებთ? მოვნიშნოთ ეს ჩვენი კოჭი, ისევ შევდივართ აქ და შევქმნით კონსტრუქციულ ელემენტს, როგორც ერთმთლიან კონსტრუქციულ ელემენტს, ისე შევქმნით აი ამას. ვეუბნებით შექმენიო და აი ამას შექმნის თავიდან ბოლომდე ერთმთლიან კონსტრუქციულ ელემენტად გადაქმნის. გარდა ამისა, მოვუნიშნავთ ამ ფერმის ელემენტს, ამასაც ვეტყვით რომ შექმენიო და ამისთვისაც შექმნის ერთმთლიან კონსტრუქციულ ელემენტს თავიდან ბოლომდე. კარგით მეგობრებო, შემდეგი ეტაპი ჩვენ უნდა ნახეთ აი ჩაღუნვაზე, საიდან სადამდე განიხილოს როგორც მთლიანი ელემენტი ესეც უნდა დავუფიქსიროთ. ამისთვის მოვუნიშნავთ ისე ამას, ისევ აქ შევდივართ და აქ ვეუბნებით რას, რომ უნდა ჩამოუშალოთ ესა და სადაც უკვე თავისუფალ გაგრძელება სადაც არ ექნებაო, იმ კვანძებამდე აიღე როგორც ერთი მთლიანი ელემენტი, ანუ მეზობელი ელემენტები სადაც აღარ შეხვდება, იქამდე განიხილე როგორც მთლიანი ელემენტი, გამიგეთ? ამას უფიქსირებთ ამით და ვაძლევთ ალამს. სინამდვილეში
რატომღაც ეს აქვს გამოყენებული ამათ და სინამდვილეში ეს ხო ჩაღუნვაზე ეს ღეროებიც ხო წაეხმარება ეს მთლიანი რატომ უნდა განიხილო არ მესმის მაგრამ ხო რაღაცა მაგისტვის აკეთებენ ალბათ გარდა ამისა ეხლა ჩვენ ამას ვანგარიშობთ RSN-ით და RSN-ის ცხრილი უნდა შევქმნათ ხო ამისთვის შევდივართ დატვირთვებში შევდივართ RSN-ში ჩვენ კი მივუთითეთ რომ ეს RSN-ით დაითვალეო მაგრამ ჩვენ ეს ცხრილი უნდა ჩამოუყალიბოთ ხო დაუგვირდით ახლა ამ ცხრილს როგორ ვაყალიბებთ პირველი სეისმური დატვირთვაში აი აქ რომ გვაქვს სეისმური დატვირთვა აქ განსხვავებით იმის RSU-ში ჩვენ არცად არ მიგვითითებია რომ აქ არის პლუს ნიშნით გაითვალისწინებო ხო RSU ავტომატურად პლუს მინუს თვითონ ითვალისწინებს ანუ სეისმიკა თუ მოდის X-ის მიმართულებით შეიძლება მინუს X-ითაც მოვიდეს ხო ესია და სხვადასხვა შედეგს მოგცევს კონსტრუქციისთვის თუ ეს იდეალურად სიმეტრიული არ არის ეს შენობა ხო მაგრამ აქ რა ვშევით აქ რომ გაითვალისწინოს მინუს ნიშნით ნახეთ ჩამოშლით და პლუსი და მინუსი გამითვალისწინებო მარტო პლუსი კი არა გარდა ამისა პირველი მთავარი მნიშვნელობით შემიქმენი ცხრილი ვეუბნებით პირველ მთავარ მნიშვნელობაში ანუ რა დატვირთვები შედის ჯამი მუდმივი დატვირთვას დამატებული დროებითი დატვირთვა ან ხანგრძლივი დროებითი ან ხანმოკლე დროებითი დატვირთვა ან ტორმუზს როცა ხმარობენ მუხრს იმისგან გამოწვეული დატვირთვა არის ეგეთი დატვირთვაც ან კიდე მგნოვენოე რომელიც ჩვენ მივეცით ჩვენ რომელი გვაქვს ამ ჩამოთვლილიდან მუდმივი გვაქვს ხანგრძლივი დროებითი გვაქვს ხანმოკლე დროებითი არა გვაქვს ეს არა გვაქვს და ეს არა გვაქვს ანუ რა ცხრილი უნდა შეგვიქმნას ჩვენ აი ამას რო დავაჭერთ ხელს მუდმივი ყველაში შევა პირველში შევა მუდმივი და დროებითი ესა ხანგრძლივი დროებითი მეორეში შევა მუდმივი და ხანგრძლივი დროებითი რა ხან იყო შევა ეს ქარი ხო ესეთ მას ააგებს რა მივცეთ დამატება და ნახეთ პირველში შევიდან მარტო მუდმივი ხედავ სამი ცხრილი ააგო სადაც მარტო მუდმივი დატვირთვა შევიდა მეორეში შევიდა მუდმივი და ხანგრძლივი დროებითი ხედავ ერთი დაეწერა ხანგრძლივი დროებით და მესამეში შევიდა მუდმივი და ის ქარის დატვირთვა ვერ მივხვდი ნახე კოეფიციენტი პირველ RSN-ში არა შევიდა მუდმივი შევა მუდმივს დამატებულიო 0.95 ხანგრძლივ დროებითზე 0.9 ხანმოკლე დროებითზე 0.9 ამაზე და 0.9 n-ზე ეხლა ჩვენ რა ცხრილს აგვიგებს ეგა მუდმივი იქნება პლუს აი ამას აიღებს 0.95 კოეფიციენტით ესე იგი ხანგრძლივი დროებით ხანმოკლე საერთოდ არ გვაქვს არ აიღებს ეს საერთოდ არ გვაქვს და ამას აიღებს 0.9 კოეფიციენტი მივცეთ დამატება დაამატა კიდე ერთი ცხრილი ხედავ ერთი აიღო მუდმივი ერთით აიღო კოეფიციენტი 0.95-ით აიღო ეს ხანგრძლივი დროებითი და 0.9-ით აიღო ეს ჩვენი დატვირთვა და მესამე ეს არის განსაკუთრებული შეხამების ცხრილი ქვია ამას. განსაკუთრებული შეხამება, ანუ განსაკუთრებული ნიშნავს, რომ სეისმიკაც უნდა ჩაერთოს უკვე, ანუ ერთი განსაკუთრებული დატვირთვა მაინც უნდა ჩაერთოს. აი ეგ როგორც ხედავ, ნახეთ 0.9-ით მუდმივიო, 0.8-ით ხანგრძლივი დროებითიო, 0.5-ით ხანმოკლე დროებითიო, როგორც RSU-ში ხო, როგორც იქ ჩვენ ჩამოვუყალიბეთ, გახსოვთ ის ცხრილი პირველთან სეისმიკა შევიდეს 0.9-ით, მეორესთან 0.8 და ასე შემდეგ. და აქ დაემატა 0.5-ით ეს ქარი და პლუს სეისმიკაო, გავიგეთ? ანუ ეს ერთ ცხრილს გავიკეთებს კიდე, მივცეთ
დამატება გააკეთა ესეთი, ესე იგი 0.0805 0.0805 მინუს 1, იმიტომ რომ სეისმიკა ორი გვაქვს, მინუს ნიშნით x და პლუს ნიშნით და ეს ორი ცხრილიც დაამატა. გასაგებია? ეხლა ამ ყველაფერს ჩვენ უნდა მივცეთ save. არაფერი ჯერჯერობით. ეხლა ჩვენ რომ აი ამან გავიკეთოს აი ამ რაც ჩვენ ჩავწერეთ იმით ანგარიში ჩვენ უნდა მიუთითოთ რომ ეს დაიანგარიშეო RSN-ითო და ყველა ეს გაითვალისწინო. ნახეთ იქ RSN-ში რო ქმნიდით ჩვენ იმას ხო შექმნა RSN1, RSN2, RSN3, RSN4 RSN1, RSN2, RSN3, RSN4 გაითვალისწინებო გაანგარიშებაში. მივცეთ ალამი, ამით ჩვენ ფაქტიურად მოვრჩით ყველაფერს, ერთი უპაკოვკა მივცეთ. გავუშვათ. და ბოლოს როცხილები. ნახეთ, დავუკვირდით კიდევ ერთხელ განახებთ ამას. შევდივართ დაკავშირებში, შევდივართ RSN-ში და RSN, აი დავუკვირდით RSN1 ეს ცხრილია, RSN2 ეს არის, RSN3 ეს არის, RSN4 ეს არის. ანუ სეისმიკის გარეშე რაც ჰქონდა, ყველა გაითვალისწინებო ადგილობრივ გრადობის ანგარიშიო, ხვდებით? ეს ჩავხურეთ, ის მივეცით უკვე, გავუშვათ შესრულებაზე გამოცანა. გავიდა. ეხლა ჩვენ თუ გადავალთ კონსტრუიროვანიაში. აქ ჩვენ დავინახავთ რომ ვერაფერსაც ვერ დავინახავთ. ხო, ანალიზში გადავიდეთ. ხო, თუ ჯერ ანალიზში არ გადავედით, ისე არაჩვენებს ხოლმე ხო, ძველ ვერსიებში. ხო. ახალ ვერსიებში პირდაპირად შეგიძლიათ გადახვიდეთ. ანალიზში გადავედით, ამის შემდეგ გადავედით კონსტრუიროვანიაში. მაინც არაჩვენებს. და რატო არაჩვენებს? ის სად არის თვითონ ის პირველი ჯგუფის ზღვრული მდგომარეობით რო შეგვიმოწმოს და მეორეთი ეხა ამ ვერსიაში ბოდიშით და არ მახსოვს ნამდვილად რა საიდან შეიძლება გამოვიდაყოთ ისა აიცა მონახოთ იქნება და ვნახოთ. რას